პროტესტის 26-ე დღე დედაქალაქს დღეს კვლავ მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოიცავს. ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია მსვლელობებს გამართავენ. ამ წუთებში განათლების სამინისტროსთან ვალდორფის სკოლის მოსწავლეების მშობლები იკრიბებიან. ისინი რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მარიამ ელიბაშვილი იმყოფება ადგილზე და ახლა უფრო დეტალურად გაგვაცნობს, როგორი არის აქციის მონაწილეების პოზიცია. პროტესტის 26-ე დღეს მშობლები ისევ იკრიბებიან საკუთარი შვილების ევროპული მომავლის დასაცავად. ამ შემთხვევაში უკვე ვალდორფის სკოლის მშობლები შეიკრიბნენ განათლების სამინისტროსთან და რამდენიმე წუთში დაიწყება მარში, სადაც ისინი გაემართებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არიან მშობლები საკუთარ შვილებთან ერთად, რომლებსაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ევროპის ნაწილი, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. თეონა ცხომელიძე ჟურნალისტი იმყოფება აქციაზე. ამ შემთხვევაში როგორც მშობელი. თეონა, ჩვენ ვნახეთ გუშინ როგორ მოიქცენ საქართველოს პრეზიდენტს გაუთიშეს ხმაც და ფაქტობრივად ყველაფერს ცდობს ახლა სანქცირებული და არალეგიტიმური ხელისუფლება რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის ერთადერთი ჩვენი მხრიდან ერთობა არ დაღლა და მე ვერ ვხედავ რომ ჩვენ ამის პრობლემა გქონდეს ესა ჩვენა გუშინდელმა დღემ, გუშინწინდელმა დღემ და დღევანდელმაც, იმიტომ რომ მე ვალდორფის სკოლის მშობელი ვარ 11 წელია და ბაღის და არ მახსოვს რომ ჩვენ დაგვჭირვებოდეს ასე ქუჩაში გამოსვლა, თუმცა ეს ადამიანები დღეს რომლებიც აქ დგანან განათლების სამინისტროსთან, დგანან ასევე იმ აქციებზე, რუსთაველის გამზირზე და გამოსავალი ჩვენი მხრიდან, მოქალაქეების მხრიდან არის ეს, რომ არ დავიყავთ არც ვიღლებით, გუშინ გვიანობამ და პირველ საათზე მისულებით დღეს ისევ აქციაზე ვდგავართ და საღამოსაც მივალთ დილითაც და ყოველდღე ვივლით და გამოსავალი არის პოლიტიკოსების მხრიდან სანქციების მოთხოვნა საერთაშორისო დონეზე და როგორც ვხედავთ ამასაც კარგად ართმევს ოპოზიცია თავს, იმიტომ რომ ნახეთ უპრეცედენტო სანქციები. ეს არის დროის ამბავი, ჩვენ გამძლეობა უნდა ვაჩვენოთ და აუცილებლად შიგნიდან ისინი დაიშლებიან, სხვანაირად ვერ იქნება, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს სოფლიოში, ეკონომიკა ჩერდება, არაფერი არ მუშაობს საერთოდ, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერი ეკონომიკა, თქვა ბიზნესებიც ვერ მუშაობა, იმიტომ რომ ხალხს არ აქვს ამის ხალისი, ეს აჩვენა იგივე საახალწლო ბაზრობამ, რომელიც კახიკალაძემ გახსნა და დაცვის გარდა არავინ არ მუშაობს. შესაბამისად, გამოსავალი არის ეს, ჩვენი ერთადგომა, ჩვენი არ დაღლა და როგორც ხედავთ არ ვიღლებით და რამდენი ხანი საჭირო იქნება ახალ წელსაც ქუჩაში შევხვდებით, ჩემ დაბადების დღესაც, გაზაფხულსაც და ასე რომ ეს არის გამოსავალი. დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ თეონა ცხომელიძეს, ჟურნალისტს ამ შემთხვევაში როგორც მშობელს, რომელიც დგას საპროტესტო აქციაზე, ჩემს ოპერატორს დავით ბადაგაძეს ვთხოვ, გაჩვენოთ კადრში. მშობლები არიან ბანერით მოსულები, აქ ევროპული მომავალი ჩვენ შვილებს, ასევე ისინი ბუნებრივია ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ვინაიდან ქვეყნის კრიზისიდან ერთადერთი გამოსვლის საშუალება არის ხელახალი არჩევნები და რა თქმა უნდა ივანიშვილის რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება. ისიც შვიდობია დემონსტრაციაზე არაპროპორციული ძალით დააკავა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრებით. რას ეტყოდით სანქცირებულ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას? დაუტოვენ ჩვენ ბავშვებს ხარისხიანი განათლების უფლება მისცენ ყველას ამ ქვეყანაში თავისი საქმე შეასრულოს პროფესიულად და ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი აქედან, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ჯანმრთელობის უფლება წაგვართვეს. ჩვენ ბავშვებს ახლა განათლების უფლებასაც, ხარისხიან განათლების უფლებასაც საფრთხე ემუქრება, ამიტომ თხოვნა იქნება ალბათ თუ მოთხოვნა როგორც გინდათ, რომ დაუტოვონ ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში აქვს ხარისხიანი განათლების, ჯანმრთელობის უფლება. დიდი მადლობა. განათლებაც რომ საფრთხეში ამაზე თანხმდებიან მშობლები და ეს არ არის პირველი აქცია, რასაც ჩვენ განათლების სამინისტროს ტერიტორიიდან ვაჟუქებთ. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრებით. ძალიან ბევრი პრეტენზია გაქვთ განათლების სამინისტროსთან. ამ შემთხვევაში უკვე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ხარისხიანი განათლება, ხო, მათ შორის ბავშვების ევროპულ მომავალზე აქ საუბარი. თქვენი მოთხოვნის შესახებ რომ გითხრათ, რა არის თქვენი მოთხოვნა და ბუნებრივია საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია, ასევე სანქცირებულ ხელისუფლებას რას ეტყოდით? პირველ რიგში ასევე ან მინდა დავეთანხმო სხვა მშობლებს და ვთქვა რომ მართლა საფრთხეში არის განათლება და ხდება განათლების გაუფასურება, იმიტომ რომ ყავს პარლამენტის წევრები, რომლებიც გამართულად ვერ წერენ წინადადებებს, პატარა ტექსტებს ვერ წერენ და ყავს ასევე პრეზიდენტი, რომელსაც არგუმენტები არ ყოფნის კანონის განხილვაზე და კანონის განხილვის დროს და პირდაპირ გინებაზე გადადის, ასე რომ თუ ბავშვი პედაგოგს დაუსვამს კითხვას, რომ რატო ვისწავლო, ანუ ხედავს ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებიც ვერ მართავენ გრამატიკულ
გარკვეულად პატარა ტექსტებს. ასე რომ მგონია რომ განათლების სისტემას ძალიან გაუჭირდება მომავალში. ასევე თუ ის საერთაშორისო პროგრამები აღარ იქნება, ძალიან სამწუხარო იქნება და თუ კიდე ეჭვქვეშ დადგება ქართული დიპლომები, ძალიან სამწუხარო იქნება და ამიტომ ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, ვდგევართ აქ და ვაპროტესტებთ. დიდი მადლობა თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილე მშობელს, რომელმაც ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა ის, რომ ახლა ყველაფერთან ერთად საფრთხეშია განათლებაც. რამდენიმე წუთში დაიწყება მარში, გამომართებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ გააგრძელებენ პროტესტს მშობლები, მათი მთავარი მოთხოვნა არის ბუნებრივია ის, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ბუნებრივია ქვეყანა დაუბრუნდეს იმ ევროპულ გზას, რომელსაც ივანიშვილის არალეგიტიმურმა და სანქცირებულმა ხელისუფლებამ ჩამოაშორა.